მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ბატონო ოფიცრებო, ხალბატონებო, ბატონებო. მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ როგორი ფუნდამენტური რეფორმები ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. განვლილი პერიოდი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ უფრო სიღრმისეული ანალიზი და შეფასებები. სწორედ ამ შეფასებების და ანალიზის საფუძველზე მე ვიღებ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური მმართველობისკენ არის მიმართული და უწყების გაძლიერებისკენ არის მიმართული. საპატრულო პოლიცია ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის. საპატრულო პოლიციის განვითარება არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი და ამ დანაყოფში გასატარებელი რეფორმები. მე მინდა რომ საპატრულო პოლიცია ასუხობდეს ყველა იმ გამოწვევას, რაც ჩვენ წინაშე დგას და იმ მოლოდინებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. მე მინდა რომ იყოს საკმაოდ მაღალი სტანდარტი ამ დანაყოფში. სწორედ ამიტომ თქვენ იცით, რომ გარკვეული საკადრო გადაადგილებები განვახორციელე. მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი ხელმძღვანელი, მათ ვინც ჯერ არ იცნობთ, ბატონ ალექსანდრე ხვადაგიანს. ეს ადამიანი იქნება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი. მან სრულად გაამართლა ჩემი ნდობა და ის მოლოდინები, რაც მე მქონდა, როდესაც მე მას ნიშნავდი ქვემო ქართლში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. არის ენერგიული, ახალგაზრდა, მოტივირებული, პროფესიონალი, თავის საქმის პოლიციელი და მე ვფიქრობ, რომ ის გასატარებელი რეფორმები, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საპატრულო პოლიციის სისტემაში, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ ბატონ ალექსანდრესთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თითოეული თქვენთაგანი იქნება ჩართული ამ რეფორმირების პროცესში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მოამზადა გადამზადების კურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხაზზე მუშაობენ. გადამზადების პროცესი მოიცავს 3 კომპონენტს, ეს არის პრაქტიკული და თეორიული სწავლება და ტაქტიკური მომზადება. კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას ამ 3 კომპონენტში, ხოლო ისინი, ვინც ვერ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას 2 წდაზე, ოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, გავემშვიდობებით და მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომლებიც არიან ნასწავლი და რა თქმა უნდა გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი. აქვე მინდა გამცნოთ კიდევ ერთი სიახლე, რომ დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის ყველა იმ დეპარტამენტების, რომლებიც რეგიონებში არსებობს და თბილისში რა თქმა უნდა, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორიც აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ესი კამერანაშვილი დღეიდან გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ მე თქვენთან ურთიერთობისთვის შუარგული არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს საპატრულო პოლიციაში და კრიმინალურ პოლიციაში და ის კოორდინაცია, რომელიც დღემდე არსებობდა და დღეს ამას იქით უფრო ეფექტური უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ერთი კაცის ხელში უნდა იყოს და მინისტრის ხელში უნდა იყოს. კოორდინაცია იქნება ძალიან მჭიდრო და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ ოპერატიულობასაც საკმაოდ გაზრდის. ასე რომ დღეიდან ამ დანაყოფების ხელმძღვანელი ვიქნები მე, კურატორი და ანგარიშვალდებული ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება პირადად ჩემთან.